მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს მხოლოდ ქალებისთვის და ამჯერად ჩვენთან იმყოფება ქალბატონი ლიკა გრიგორია, სამშობლო იმედის კლინიკის მიან გინეკოლოგი, რომელიც იქნება მუდმივად ჩვენი გადაცემის მეგზური. ქალბატონი ლიკა, ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ მენსტრუალურ ციკლზე, პათოლოგიურ მენსტრუაციაზე და ასევე ნორმაზე და მოდით ახლა გადავიდეთ უკვე ასე ვთქვათ ლოგიკური გადასვლა იქნება თუ ამ გადაცემისთვის ჩვენ უკვე ვისაუბრებთ თუ როგორ უნდა დაიწყონ გოგონება, როგორ უნდა შევხვდნენ გოგონები იმ პერიოდს, როდესაც ისინი დაიწყებენ სქესობრივ ცხოვრებას. ანუ გულისხმობ შეიძლება ეს იყოს ვთქვათ უკვე გათხოვების პერიოდი და შეიძლება გოგონამ დაიწყოს სქესობრივი ცხოვრება, ასე ვთქვათ პარტნიორთან. რას უნდა მიაქციონ ყურადღება? ჩვენი ყველაზე აქტუალური თემები ამ საკითხში არის ის, რომ რას მიაქციონ ყურადღება, ანუ რა არის პათოლოგია და რა არის ნორმა და ორსულობა მდეჯობია, ვთქვათ, ამ ყველაფრის გამოკვლევების ჩატარება, ვთქვათ, იგივე იმ პრობლემის მოგვარება, რაც მათ აქვთ, თუ შემდგომ პერიოდში. ჩვენ წინა გადაცემაში, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ მენსტრუალურ ციკლზე, რომელიც არის ფიზიოლოგიური მენსტრუალური ციკლი და არის პათოლოგიური მენსტრუალური ციკლი, რომელიც ხშირად ჩვენ ასეც ვილაპარაკეთ, რომ აი დარღვევებით მენსტრუალური ციკლი ხშირად არის იმის მიზეზი, რომ აი გათხოვების შემდეგ, სქესობრივი კონტაქტის შემდეგ, როდესაც ხალხს სურვილი აქვს შვილოსნობის, აღმოჩნდება, რომ ამ დარღვევების საფუძველზე, რომელიც მას წინა პერიოდში ჰქონდა, მიზეზი ხდება ამ უშვილობის. და ჩვენ როგორც ვიცით, დღეისათვის ძალიან მომრავლებულია. უშვილო წყვილები და ისინი ძალიან ისეთ რადიკალურ ზომებს მიმართავენ იმისთვის, რომ შვილი იყოლიან. უშვილო წყვილების რაოდენობა ძალიან მომრავლებული არის და მინდა გითხრათ, რომ უშვილობათა მიზეზი, ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, არის ქალის უშვილობა, მაგრამ ამავე დროს არის მამაკაც და უშვილობაც. ამიტომ, როდესაც წყვილი მოდის აი ამ პრობლემებით, როდესაც არის უშვილობის პრობლემა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვიკვლევთ მამაკაცებს, იმიტომ რომ მათი გამოკვლევა ბევრად უფრო მარტივია და ბევრად ადვილია. რაც შეეხება კი ქალების შემთხვევაში, როდესაც ის მოდიან გინეკოლოგთან, ჩვენ უკვე ვიწყებთ იმ ანამნეზური მონაცემებიდან, როდესაც ჩამოუყალიბდა მას მენსტრუალური ციკლი, როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესები და ჰქონდა თუ არა მას დარღვევები. აი ამ ანამნეზის ერთ-ერთი ძირითადი მონაცემი გახლავთ ანამნეზის შეგროვება. ანამნეზი ანუ ისევ მენსტრუაციას ვიკვლევთ, ანუ როგორ მას ჰქონდა და ჰქონდა პერიოდულად ჩატარებული თუ ჰქონდა მას კვლევები, იყო თუ არა ვთქვათ ექიმის მიერ კონსულტირებული, ჰქონდა თუ არა რამე დანიშნულება, რა მედიკამენტებს ხელმძღვანელობდა და აქედან გამომდინარე ჩვენ რა თქმა უნდა მე გვაქვს დიაგნოზი და შემთხვევასთან გვაქვს ჩვენ საქმე და როგორ მივუწევთ, როგორ ვუმკურნალოთ გოგონას. მე მინდა გითხრათ, რომ აი კიდევ ერთხელ გავამახვილებდი ყურადღებას მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებით, ეს პათოლოგიურ მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებით, როდესაც არის ხოლმე ისეთი მენსტრუაციული ციკლი, რომელიც არის მცირე მენსტრუაციული ციკლი, ჭაბი მენსტრუაციული ციკლი, როდესაც ციკლი არის ხოლმე, როდესაც მოდის მას დაახლოებით დარღვევებით. აი 28 დღეში, 30 დღეში აქვს მას ციკლი, მაგრამ არის ჭარბი, გახანგრძლივებული, გრძელდება დაახლოებით 10 დღის განმავლობაში, რომელიც სისტემს. ხოდით ახლა ჯერ ესე ჩამოვყალიბდეთ, რომ მიუყვეთ ნელა და ლოგიკურად წავიდეს ჩვენი საუბარი. როდესაც რომლებიც აქვს ამ გოგონა, ზოგს აქვს, მაგრამ პირიქით შემცირებული მენსტრუაცია. გასაგებია, აი თქვათ ახლა განვიხილოთ ჩვენ შემთხვევა, როდესაც გოგონას აქვს ყველაფერი წესრიგში. ანუ მას აქვს ნორმალური მენსტრუაცია, ნორმალური რაოდენობის, დროული და ასე შემდეგ და ის იწყებს სქესობრივ ცხოვრებას. ანუ ის თხოვდება, ან იწყებს სქესობრივ ცხოვრებას თავის პარტნიორთან. ანუ რას უნდა მიაქციოს ყურადღება, რას ურჩევდით თქვენ იმ გოგონებს, რომლებიც ახლახანს დაიწყეს სქესობრივი ცხოვრება? და რომლებიც ექიმთან არ არიან ჯერ დამყოფები. ნუ რა თქმა უნდა, პირველ რიგში რომ მას დღეს ისე არის Facebook-ი, ინტერნეტი ისე რომ გათვითცნობიერებულები არიან ძალიან ბევრ საკითხში. აი ჩავთვალოთ რომ არ არიან გათვითცნობიერებული თქვენი მხრიდან. ამიტომ მე მინდა მათ ესე იგი ასეთი ინფორმაცია მივაწოდო, ვინც ნაწილობრივ ინფორმირებული არის. თუ მას აქვს მენსტრუალური ციკლი დროულად ყოველ 20 დღეში ერთხელ უმტკივნეულო 3-4 დღის განმავლობაში, ეს მიიჩნევა, რომ არის ნორმალური მენსტრუალური ციკლი. ასეთ შემთხვევაში გოგონა, რომელიც თხოვდება, ის ალბათ ელოდება, რომ მას განაყოფიერება მოხდება ნორმალურად და დარჩებამდე ხორცულობაც წამოვა. ურჩევთ თუ არა რა ასეთ გოგონას რომ მაინც მივიდეს გინეკოლოგთან, აი თუნდაც პრობლემა არ აქვს. განმავლობაში საერთოდ თუ არ დაფერმძიმდება
ახალგათხოვილი არ ითვლება ეს უშვილობად. ერთი წელიწადი ეს არის ვადა, როდესაც ორგანიზმიც ემზადება ამ პროცესისათვის, ანუ ორსულობისათვის. ანუ ორგანიზმი იგრძნობს სქესობრივი ცხოვრების დაწყებას? რა თქმა უნდა, აუცილებლად, იმიტომ რომ გარკვეული წილი ზაღობა არის უკვე მისი ორგანიზმის ურთიერთობა ამ სქესობრივი კონტაქტების შედეგად, რა თქმა უნდა, ორგანიზმიც უფრო გარეწყობა ამის. განწყობა ორსულობისათვის. რაც შეეხება კი ხა თუ თქვათ მას სურვილი აქვს რომ არ დაელოდოს ერთი წელიწადი და თქვათ თუმცა აი ბანალური თქვათ ნაცხის ანალიზი თქვათ რაღაცა ეხოსკოპია ჩვენ ვისაუბრებთ გასინჯვა გინეკოლოგის გასინჯვა და თქვათ ელემენტარული სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება ყველა სასურველი თუ გოგონა არის ჯანმრთელი მაგრამ თუმცა ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე რომ შეიძლება გოგონა იყოს ჯანმრთელი მაგრამ მაინც კონდეს მას ისეთი ბანალური ინფექციები როგორიც არის თქვათ სოკო როგორიც არის თქვათ რაღაცა ვირუსები უშლის თუ არა ესენი ხელს დაორსულებაში გოგონას და თუ თქვათ აი ეს ყველაფერი მოგვარდა ასე ვთქვათ ორსულობამდე არის თუ არა უფრო სასურველი და უფრო კარგი ასეთი ქალის ორსულება, რომელიც უკვე დამკონალებია. საერთოდ როდესაც არის წყვილი, როდესაც გეგმავს ორსულობას, სასურველი არის, რომ რა თქმა უნდა, მანამდე ჩატარდეს ყველანაირი კვლევები, ეს იქნება თქვათ, გინეკოლოგის კონსულტაცია, ანალიზები და ასე შემდეგ, ანუ მოემზადოს ის ორსულობისათვის, ანუ დაახლოებით 1-3 თვით ადრე მაინც, ან 2 თვით адრე მაინც, რომ გინეკოლოგთან ჩაიტაროს კონსულტაცია და არ იყოს ეს სტიქიური ხასიათის დაფეხმძიმება, არამედ დაგეგმილი, დიახ. სასურველი არის, რა თქმა უნდა, რომ თუ ქალს მანამდე არ აწუხებდა არანაირი პრობლემები და გათხოვების შემდეგ მოვიდა პრობლემები, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მამაკაცის სასურველია რომ გამოკვლეული იქნას და საფერადო მკურნალობა დაენიშნოს. აი ძირითადად დღევანდელ და ესეთი ინფექციის ფონზე და იმის ფონზე დაფეხმძიმება, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი, იმიტომ რომ შემდგომში ის გამოიწვევს გარკვეულ პრობლემებს. დიახ, აი როგორ უნდა მიხვდეს გოგონა, მე როგორც ვიცი, ძალიან ხშირად როდესაც ესეთი ტიპის სამედიცინო საიტებზე შევდივარ, არის შეკითხვები, რომ აი მაქვს თქვა წვა ან ქავილი შეგრძნება. ახალგათხოვილ გოგონებში უფრო არის ეს წვის შეგრძნება და რატომ მოდის აი? დიახ, ეს იმიტომ რომ ახალგათხოვილ და ცისტიტებიც არსებობს ხოლმე, აი გოგონას აქვს ხშირი შემდგომლებული შარის შეუკავებლობა ხშირ შემთხვევაში. ემართებათ სწორედ სქესობრივი ცხოვრების დაწყებასთან ერთად. ეს მან ცენტრალური სისტემიდანაც მოდის და მოდის ინფექციებიც, რომელიც აი სქესობრივ კონტაქტებსაც თანდათან ახლავს. იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ხანდახან არის სტრესული ეს ხასიათის თუ მით უმეტეს გოგონა არის ქაუწული და აქვს სტრესული ურთიერთდამოკიდებულება ასეთ შემთხვევაში ხშირად ხოლმე აი ეს არის ცენტრალური სტრესული ხასიათის არის ხანდახან არის ხოლმე როდესაც ინფექციასთან არის დაკავშირებული და რა ინფექცია ეს და როგორ მოიქცეს ზიერი ტკივილი შეიძლება ტემპერატურის აწევაც იყოს ტკივნეულობაც იყოს ურთიერთობის დროს და ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა ისევ გინეკოლოგთან მისვლა რასთან გვაქვს ხოლმე საქმე ამ შემთხვევაში? იგივე ცისტიტის შემთხვევაში. ცისტიტის შემთხვევაში შეიძლება გაკეთდეს უნდა რა თქმა უნდა ეხოსკონირებითი გამოკვლევა, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, უნდა მოხდეს შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა, ჩანათესის გაკეთება და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. უშლის თუ არა ორსულობა ხელს ესეთი კარგი მკურნალობის დანიშვნას. მე როგორც ვიცი ორსულისთვის ყველა წამალი და ყველა პრეპარატი არ არის სასურველი. ორსულობის დადგომასთან ერთად, რა თქმა უნდა, სასურველი ხომ აღვნიშნეთ ჩვენ, რომ ეს ყველაფერი ინფექციები ალაგმული იქნა და შემდგომ მოხდეს დაფუძნებული. ანუ შეიძლება კარგად ვერ უმკურნალოთ ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე, რომ აი ეს მიუხედავად იმისა, რომ არის ეს ცისტიტები, არის ინფექციური ხასიათის გამონადენი საშუალო ან კოლპიტიან როგორ მიხვდეს, რომ მას პრობლემები აქვს, აი თქვა ტკივილი, ელემენტარული ტკივილი, წვა, ქავილი და გამონადენი, რომელიც ტკივნეული შარდვა, რომელიც მასთან ახლავს. რა თქმა უნდა, ეს მიუთითებს, რომ არის რაღაცა წვავე ინფექცია და ასეთ შემთხვევაში საჭირო არის ხშირია ქალბატონ ლიკა თქვენი გამოცდილი გინეკოლოგი ბრძანდებით. ხშირია თუ არა? ქალბატონ ლიკა თქვენი გამოცდილი გინეკოლოგი ბრძანდებით და მაინტერესებს ხშირია თუ არა, როდესაც გოგონებს გათხოვების ან სქესობრივი ცხოვრების დაწყებისთანავე უკვე აქვს პრობლემები ძალიან სერიოზული. თავს ხშირად არის. მე მინდა გითხრათ, რომ არის გარკვეული პროცენტი, რომელსაც თავიდანვე ეწყებათ ეს პრობლემები. მე მინდა ეს ალბათ უშლის ხელს დაფუძნებას. და მე
ყველას მოუწოდებ ახალგაზრდებს და ყველა ქალბატონს იქნება თუ განმეორებით დაფერმების ცურველებს რომ აუცილებელი არის რომ ინფექცია წარმოადგენს ერთ მდგომარეობას, როდესაც ის უშლის დაფერმებას, ორსულობის განვითარებას და ასე მე მინდა გითხრათ რომ საჭირო არის რომ თავიდანვე იყოს განკურნება და შემდგომი დაფერმება. იმიტომ ეს მე შემდგომში შეუშლის ხელს ორსულობის განვითარებასაც და მე მინდა გითხრათ რომ ხშირად ესეთი ინფექციები რომლებიც აქვს გოგონას ტკივილი, აქვს ჩივილები და არ აქცევს ის მას ყურადღებას. მე მინდა გითხრათ რომ ხშირ შემთხვევაში არა, მაგრამ გავყრულ პროცენტში შეიძლება გახდეს გარე ორსულობის ერთ-ერთი მიზეზი. ძალიან საშიშია მე როგორც ვიცი გარე ორსულობა. როდესაც ინფექცია ერთხელ არ მიექცა ყურადღება ორჯერ ვთქვათ და ის სქესობრივად კონტაქტობს და არ არის განკურნებული, ასეთ შემთხვევაში ეს ანთებითი პროცესი, რომელიც არის საშოს ინფექციებს შეიძლება გადაინაცვლოს საშუალო ზღურში და შემდგომში კვერცხსავალ მილებში, რომელიც გამოიწვევს აი ამ ანთებით პროცესების გაღრმავებას, ინფექციის გადასვლას მუცლის ზღურში. რაც დარწმუნებული ვარ, მე ერთ-ერთი მიზეზია და ამიტომ მე მოუწოდებ ყველას, რომ თუ არის ესეთი სერიოზული ინფექცია, დროული მკურნალობა, რომ აი ამ პრობლემებში არ აღმოჩნდეს. მე შემიძლია ჩემს პრაქტიკაშიც არის ისეთი შემთხვევები, როდესაც გოგონა გათხოვდა, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდგომში აი როდესაც ინფექციის ფონზე მოხდა გარე ორსულობა. და შეიძლება ბევრი სხვა პრობლემებიც წამოვიდა შემდგომ. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენს მაყურებელს ძალიან დაინტერესებს ზოგადად გარე ორსულობის მექანიზმი როგორია და ჩვენ ამაზე ცალკე გადაცემას გავაკეთებთ აუცილებლად, მაგრამ სანამ გავაკეთებდით ცალკე გადაცემას, რომელიც ალბათ ცოტა შორეული პერსპექტივა. ინფექციებთან დაკავშირებული. მოდით ჩვენ ვისაუბროთ უბრალოდ მექანიზმზე, აი როგორ გარე ორსულობა, რატომღაც არაპროფესიონალისთვის ეს სიტყვა რაღაც საშიშთან ასოცირდება. რა არის გარე ორსულობა, ხალბატონიკა? ეს ორსულობა, რომელიც არის საშვილოსნოს ზღურის გარეთ. ანუ საშვილოსნოს ზღურში არ არის ორსულობა? ორსულობა არის შეიძლება აღმოჩნდეს კვერცხსავალში, საკვერცხეში და მუცლის ზღურში. ასეთ შემთხვევაში ამას ქვია გარე ორსულობა. მუცლის ზღურში შეიძლება მუცლის ზღურს ორსულობა. ეს ძალიან იშვიათი შემთხვევები არის. ძირითადად კვერცხსავალ მილში არის, ხო? ძირითადად კვერცხსავალ მილში არის, როდესაც ანთებადი პროცესების გამო კვერცხსავალი მილი არის ნაწილობრივ გამტარი, ნაწილობრივ ანუ, როდესაც საკვერცხესთან განაყოფიერდება, ეს მოდის და იჭედება მილში, ანუ ვერ ჩამოდის საშვილოსნოს ზღურში და აი ესეთ შემთხვევაში ვითარდება გარე ორსულობა. ეს არის ერთ-ერთი ანთებითი დაავადებების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება აი ანთებითი დაავადებები არასწორად ერთ-ერთი შედეგი არასწორად ნამკურნალები და ასე რომ ვთქვათ ბოლომდე როცა არ არის ნამკურნალები შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი გახდეს გარე ორსულობის ერთ-ერთი ანთებითი პროცესები და ამ შემთხვევაში ალბათ გარე ორსულობა ხა მილში ვერ გაიზრდება ბავშვი ხო ანუ ალბათ იმას ჭრიან და ამ შემთხვევაში მილსაც კარგავს და საკვერცხესაც კარგავს არის ხოლმე შემთხვევები როდესაც დღეს ახლა მედიცინა ისეა წინ წასული და ლაპარასკოპიული ოპერაციული ტექნიკა ისეა წასული რომ შესაძლებელი არის რომ მილი შენარჩუნდეს არის ისეთი მდებარეობა ხანდახან უცნობია ესეთი მდებარეობა როდესაც შეიძლება მილი შენარჩუნდეს მაგრამ მოდი ხო ვილაპარაკოთ ისეთ ორსულობაზე, როდესაც ის ჩვეულებრივია. მაგრამ მოდით გავაგრძელოთ ქალბატონიკა საუბარი იმაზე, როდესაც კარგით ეს არის ის შემთხვევა, როდესაც გოგონა თხოვდება და მას უნდა ორსულობა, როგორ უნდა მოიქცეს, მაგრამ არის დღესდღეობით 21 საუკუნეში ვცხოვრობთ და მეხანყება ჩემ მაყურებელი რომ არის ისეთი წვილები, რომლებსაც არ აქვს ოფიციალურად ხელი მოწერილი, ჯვარი დაწერილი, თუმცა მათ აქვს სქესობრივი კონტაქტი და ასეთი წვილი მე როგორც ვიცი, დღესდღეობით უკვე ბევრია, ანუ ადრე თქვენ დროში თუ თქვათ ეს არ ხდებოდა და იშვიათი იყო. დღეს უკვე რაღაცა ეს ინსტიტუტი ცოტა სხვანაირად არის დანახული ახალგაზრდების მიერ. ამიტომ ახლა ჩვენ ვისაუბროთ იმ შემთხვევებში, როდესაც გოგონა იწყებს სქესობრივ ურთიერთობას სქესობრივ პარტნიორთან, მას არ უნდა ორსულობა და აი მას რა რჩევას მისცემდით, როგორ მოიქცეს ამ შემთხვევაში გოგონა? რას მიაქციოს ყურადღება და იგივე ორი სიტყვით ერთადერთი რასაც არის ჩვეულებრივი ჰიგიენა, რომელსაც ჩვენ საუბრობთ და ჩასახვის საწინააღმდეგო თუ მას ორსულობა არ სურს, არსებობს დღეს ესეთი მედიკამენტოზური საშუალებები, როგორც გახსოვთ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, გორმონალური საშუალებები. რამდენად სასურველია? რა თქმა უნდა, არ არის სასურველი, მიღებული იქნას უკვე და არა გორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, რადგან ამ შემთხვევაში, როდესაც ამ მედიკამენტს შენ ნიშნავ,
ძალიან ბევრი კვლევები უნდა იყოს ჩატარებული. და არსებობს კიდევ მექანიკური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები და არსებობს თვითონ მამაკაცის მხრიდან კიდევ თავდაცვის საშუალებები თქვენ კარგად მოგეხსენებათ ეს არის ასე რომ ვთქვათ პრეზერვატივი და პრეზერვატივის გულისხმობა. იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ალბათ ამ შემთხვევაში დაცულიც არის, ხო? ალბათ სქესობრივი გადამდები დაავადებების და დაცულიც არის და რა თქმა უნდა ის წესებიც უნდა დაიცვან, როგორ მოიხმარონ ეს მოხმარების წესებიც უნდა იცოდნენ, გარკვეული უნდა იყვნენ ამ წესებში. რომ ალბათ ეს უფრო საშიშია, ხო? როდესაც დღეს იმდენად მომრავლებული არის ეს ინფექცია, როგორც ჩვენ ვილაპარაკეთ, ეს არის შიდსი, ჰეპატიტი, სქესობრივი გზით გადამდები იმდენი დაავადებები არსებობს, რომ ეს არის უკვე კატასტროფაა. რა თქმა უნდა, სასურველი არის, რომ ასეთი შემთხვევით სქესობრივ კონტაქტებს მოვერიდოთ. არსებობს დღეს რომ არიან, თქვათ, მეგობრები და ერთად არიან და ასეთ შემთხვევაში ერთმანეთს კარგად იცნობენ და არის შემთხვევები, როდესაც არის სამწუხაროდ ესეთი ფსიქიური ხასიათის, შემთხვევითი ხასიათის ურთიერთობები, რომლებიც ძალიან საშიში არის და დიახ, საშიში არის. და ალბათ შეიძლება სამუდამოდ აღიდაასვას იმ გოგონას ცხოვრებას, რადგანაც შემდგომში როგორც ვიცი, საკმაოდ რთული დაავადებები შეიძლება გადაედეს ხალხს ამ პერიოდში, რომელიც მკურნალობა და ზოგ შემთხვევაში განუკურნებელიც არის ძალიან და დიახ, აი მე ერთ-ერთი რაც მოგახსენეთ, ეს იყო ერთ-ერთი რომ გარე ოსულობის ერთ-ერთი შეიძლება მიზეზი. ანთებითი პროცესები. მოდით ახლა აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, აი რა ხდება თქვა ამ ანთებითი პროცესების დროს საშუალოსნოში, რომ უფრო კარგად გაიგონ გოგონებმა. აი ეს და გითხრათ რომ ინფექციები რას იწვევს? ჩვენ ვილაპარაკეთ და მესწრული ციკლის დროს აი ხშირად არის ხოლმე არის ტკივნეულობა, რომელიც ჩვენ ერთ-ერთი რომელიც ჩვენ ვთქვით რომ ერთ-ერთი დარღვევას წარმოადგენს, ეს არის ტკივნეულობა, მენსტრუაციათა შორის გამონადენი, სისხლიანი გამონადენი. სისხლიანი გამონადენი შესაძლებელია, რომ იყოს. არის რომელიც ანთებითი დაავადებების ერთ-ერთი მანიშნებელი არის, რომელიც მენსტრუაციათა ციკლთა შორის, ანუ თუ მას 30-დღიანი, 35-დღიანი ციკლებს შეიძლება რაღაც პერიოდულად ჰქონდეს სისხლიანი გამონადენი. და ეს რას უკავშირდება? რა ხდება ამ დროს? ანთებითი პროცესი, შეშუპება, ამ შემთხვევაში ყველა ტემპერატურის აწევა, ტკივნეულობა, სქესობრივი კონტაქტის ძლიერი ტკივილები აქვს ხოლმე, გამონადენი აქვს, სპეციფიური სუნის და ასეთ შემთხვევაში ხოლმე აი ეს ტკივნეულობაც ხომ არის და გარდა ამისა, მინდა გითხრათ რომ მუშაობის, ანუ ესე იგი დეფეკაციის დროს, ანუ მუშაობის შემდგომაც აქვს ხოლმე ძლიერი ტკივილები. აი ეს თეთრს რომ ეს არის უკვე ინფექცია არა მარტო საშოში, არამედ გადასული არის მუცლის ხორში. ესე იგი ეს ტკივნეულობა არის და ესეთი ძლიერი ინფექცია რა არის? ანუ რომელი ინფექციებზე ლაპარაკი? სტრეპტოკოკული ინფექციები არსებობს საშოს მხრივ ინფექციები, რომლებიც იწვევენ აი ამ ტკივნეულობას, წვას, ქავილს და სქესობრივი კონტაქტის დროს, ისეთი ძლიერი ტკივნეულობა, რომ შეუძლებელია ურთიერთობა, ასეთ შემთხვევაში უკვე შორსწასული პროცესი არის, რა თქმა უნდა, და ამ შემთხვევაში ესეთი სერიოზული მკურნალობა ჭირდება და არის ინფექციები, რომლებიც გადაალახავენ ხოლმე ამას და აღწევენ მუცლის გულში, ესეთი ინფექციები არის. და ეს არის რასაკვირველი, ანუ გამომწვევი უკვე იმ უშვილობებისა, რაც მრავალია დღესდღეობით. უშვილობები, შეხორცებითი პროცესები მუცლის გულში და ასე შემდეგ, ეს ერთ-ერთი გარეორსულობის ერთ-ერთი მიმართულება. კი ბატონო, მოდით ახლა იცით როგორ ალბათ ჯობია რომ იმ გოგონებს, რომლებიც სულ ახლახან გათხოვდნენ და ელოდებიან ორსულობას, მივცეთ რჩევები, როგორ მოიქცნენ. რჩევებს გულისხმობ რას? ახლა მაგალითად, როდესაც გადაუცდებათ, ასე ვთქვათ, ციკლი, ისინი უკვე ფიქრობენ, რომ არიან ორსულად. როგორ მოიქცნენ ამ პერიოდში? მე როგორც ვიცი, მომენტალურად ექიმთან მისვლას იკავებს ზოგი თავს და სადღაც 1 თვის რო გახდება 2 თვის მერე მიდის ექიმთან. იცით რა შეასაბა პირველი რასაც ჩვენ და უნდა გააკეთონ. რა თქმა უნდა, ყების რეჟიმი, დილის რეჟიმი, მოლოდინის რეჟიმში არიან. ამ შემთხვევაში როდესაც გოგონა გათხოვდება, მას სურვილი აქვს რომ დაფეხმძიმდეს, სწრაფად დაფეხმძიმდეს, მოლოდინის რეჟიმში არიან. პირველი რაც არის, ეს არის მენსტრუალური ციკლის გადაცდენა, თუ ელოდებოდა თქვათ რომელიღაცა კონკრეტულ რიცხვში, ის შეიძლება გადაცდეს 1 კვირით. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში შეიძლება უკვე ივარაუდოს. 1 კვირა თუ გადაცდა, სავარაუდოდ არის ორსულობა. სავარაუდოდ არის ორსულობა. შემდგომი ეს არის ორსულობის ტესტის გაკეთება. ორსულობის ტესტი გაკეთება მოგეხსენებათ. რომელი ორსულობის ტესტი ჯობია? მე როგორც ვიცი, არის თქვათ ჩვეულებრივი ტესტები, რომელიც იყიდება აფთიაქში და არის ასევე ტესტი, რომელიც
ანალიზი უბრალოდ რომელიც მკეთდება კლინიკაში, ანუ სისხლის ანალიზის მიხედვით. დიახ, ეხლა სისხლის რომელი უფრო სანდოა, ასე ვთქვათ. დიახ, აი როდესაც აი მაგალითად სანდო პირველი რასაც აკეთებს, ეს არის ორსულობის ტესტი. ყველა ყიდულობს, სამედიცინო დაწესებულებაში აფიაფში და აკეთებს ტესტს. დღეს ყველა მიწის ამ ტესტის გაკეთების მექანიზმი. ეს არის დილის შარდში, უნდა დაახლოებით 30 წამის განმავლობაში უნდა იყოს ჩადებული ტესტი და მოათავსოთ ტესტი. თუ ორი ხაზი გაკეთდა, ეს მიუთითებს, რომ ხარ ორსულად. რა თქმა უნდა, ეს არის პირველი მანიშნებელი. პირველი მანიშნებელი რომ არის ორსულობა. შემდგომ რა თქმა უნდა, აუცილებლად დასადგენი არის, აი ეს 4 კვირის ვადამდე, 5 კვირის ვადამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს ეკოსკოპიური კვლევა. იმიტომ რომ უნდა დადგინდეს სად მდებარეობს ორსულობა, სად მდებარეობს ორსულობა. ანუ 4 კვირის ვადამდე ჩატარდა ეს პირველი 4. ჩანს ხალბატონო ლიკა. აი ესეთი პატარა ნაყოფი, მე როგორც ვიცი, ძალიან პატარა. კვირა ნახევარი სამკვირამდე 4 კვირა ნამდვილად უკვე ჩანს საშუალო ზღურში, მაგრამ შემთხვევებიც არის, როდესაც არ ჩანს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ხოლმე რა თქმა უნდა ვარაუდობთ, რომ არის ჯერ გვიანი ოვულაციის შედეგი, ან კვერცხსავალ მილშია ჯერ ჩამოსასვლელია საშუალო ზღურში ეს ნაყოფი და ასეთ შემთხვევაში ვადროებთ მას. თუ გოგონა კარგად გზნობს თავს, ტკივილები არ აქვს, რა თქმა უნდა. ანუ თუ გარეორსულობა ტკივილი იქნება აუცილებლად. იცით რა, უკვე დისკომფორტი არის ხოლმე რაღაც გარკვეულწილად, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ კარგად შემდგომი ეტაპი გახლავთ, ეს არის ნაყოფის გულისცემის დადასტურება. გარკვეული პერიოდის შემდეგ, აი თქვათ 4 კვირა ნახევარი, 5 კვირაზე შეიძლება ეხოსკენირებითი გამოკვლევის შედეგად ნაყოფის გულისცემა ჩვენ ვერ მოვისმინოთ. რა თქმა უნდა, ეს არ არის ტრაგედია, იმიტომ რომ არ მოისმინება აპარატზე ეს გულისცემა. შემდგომ ვიბარებთ კიდევ 2 კვირის მერე ან 10 დღის მერე, რომ გადამოწმდეს ნაყოფის გულისცემა. 6 კვირა ნახევარზე უკვე ნაყოფის გულისცემა ისმის. უნდა ისმოდეს წესი. მოდით ახლა გოგონებს კიდე რჩევები მივცეთ. მაგალითად, არის ზოგჯერ შემთხვევა, რომ ვერ მოდის დროულად ექიმთან. არის თქვათ მეორე ორსულობა თუნდაც და მაგიტომაც თქვათ აგვიანებენ მოსვლას, მაგრამ ძირითადად პირველ ორსულობაზე მეც მაგალითად მახსოვს, რომ მეუბნებოდნენ, რომ არ გინდა ჯერ მისვლა, გაიზარდოს ჯერ ნაყოფი და სადღაც დაახლოებით 8 კვირის ვიყავი, პირველად როდესაც მივედი ეხოსკოპიაზე. გარდა თქვათ აი ამ ტესტის გაწითლებისა, კიდევ რა ნიშნება შეიძლება გოგონას აკრძნობინოს, რომ ის არის ორსულად? აი გაგვეცნობიერეთ ამ საკითხში. ძირითადად ორსულობის დასაწყისში ჯერჯერობით ისეთი სპეციფიური ესე იგი სიმპტომები. აი ან თქვა შეიძლება ღებინება უკვე დაიწყოს ამ პერიოდში, ღებინების შედეგად 3 კვირის, 5 კვირის ვადიდან უკვე აქვს ძილიანობისკენ მიდრეკილება, სისუსტე, შრომისუნარიანობის დაქვეითება. ან თუ იგრძნობენ პლუს ამ ტესტის გაგრძელებასთან ერთად ამ სიმპტომებს, ცოტა მადის მომატება. ზოგი ამბობს, რომ მჟავე პროდუქტები უფრო მოწონს. აი რასთან არის ეს დაკავშირებული? ეს არის რა თქმა უნდა. ეს ფსიქოლოგიურია, რომ თქვა აი ორსულად ვარ და რაღაც უნდა მიმოვიდეს. ფსიქოლოგიური მომენტი არის ახლა. არა, რა თქმა უნდა, ახლა ის თუ რამე ხდება ისეთი ორგანიზმში, რაც თქვა. არა, ეს არის ელემენტარულად ფსიქოლოგიური მომენტი არის, ზედაუნებრივი სისტემიდან მოდის ეს ყველაფერი და ორსულს სულს რომ მისი შვილისთვის ყველაფერი საუკეთესო მიიღოს. აი ეს მოდის აი ამ სურვილით მოდის ეს ყველაფერი. როდესაც უნდებათ მჟავე, როდესაც უნდებათ რაღაც საჭმელი. არის პირიქით, როდესაც მჟავე პირიქით არ უნდებათ ტკბილი. ასე რომ ეს არის სიმპტომები. ანუ რაღაც ან პირიქით ხოლმე ეწება ზოგს მაგალითად, პირიქით, ეგრევე გულისრევით, ღებინებით და ძალიან დისკომფორტი აქვს ხოლმე. აი ეს რატო ხდება აი ეს? ესეც რა თქმა უნდა იმ გორმონების საფუძველზე ხდება, რომელიც ამ უდოს ორგანებში გამომუშავდება და მოქმედებს ცენტრალურ სისტემაზე. ეს არის ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება, ხო? დიახ, ამას ვერანაირად ვერ აკონტროლებ, ეს არის. და როგორ ასურჩევთ აი ამ პერიოდში მაგალითად გოგონა მუშაობს, ან სწავლობს ჩვეულებრივი ცხოვრებით და უცებ აღმოაჩინა, რომ არის ორსულად. როგორ მოიქცეს გარდა იმისა, რომ თქვა უნდა მივიდეს 4 კვირაში ექიმთან? როგორ მოიქცეს თქვა, აი დასვენების რეჟიმი, ხო არ იცვლება ამ დროს, ან ძილის რეჟიმი, ან სქესობრივი ურთიერთობა შეიძლება თუ არა დასაწყისში და ასე შემდეგ. აი ეს რჩევები გვაინტერესებს. იცით რა, თუ ჩევილები გოგონას არაფერი არ აქვს და ძალიან კარგად გრძნობს თავს, სქესობრივი კონტაქტები მათ ისედაც აქვთ ერთმანეთთან, ასე რომ ეს გააჩნია თუ აქვს მცირედი სისხლიანი გამონადენი, ტკივილი, ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენ მეუბნებით რომ თავი შეიკავონ სქესობრივი კონტაქტი.
ეს ღებინება, ეს ფაქტორები, რომლებიც მოსდევს ზოგიერთ ორსულებში, როდესაც ძაფრად არის გამოხატული, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისინი განეკუთვნებიან ორსულთა ადრეულ ტოქსიკოზებს მივაკუთვნებთ მათ და ასეთ შემთხვევაში ხოლმე უჩვენთ, რომ მოხდეს შევსება, გადასხმები ჩატარდეს, ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტები დაინიშნოს. შეიძლება ეს ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება პირველ ტრიმესტრში, ასე ვთქვათ, ორსულობის ხო არ არის ამის აზიანო ნაყოფისთვის. გოგონას აქვს დაახლოებით 2-ჯერ ან 3-ჯერ ღებინება, ჩვენ არ ვთქვით ამას პათოლოგიად. იმიტომ რომ ის მაინც ღებულობს მედიკამენტს საკვებს, მაინც სითხეებს ღებულობს და ასე რომ შევსება გარკვეულწილად ხდება. მაგრამ თუ ეს ღებინება ძალიან ხშირია და ის ვეღარ იღებს ალბათ ვერ ივსებს ამ შემთხვევაში აუცილებელი არის განასხვავების წარმოება და ხშირ შემთხვევაში ლიტერატურაში აღწერილია ესეთი შემთხვევები, როდესაც ყველაფერი ჩატარდა, მაგრამ ხედავთ ამისა უკვე ადამიანს ქალის სიცოცხლე დადგა კითხვის ნიშნები და ხდება ხოლმე ამ შემთხვევაში ორსულობათა შეწყვეტა. ესეც შეიძლება მოხდეს? შეიძლება. რაზეა ეს დამოკიდებული ადამიანის ორგანიზმზე? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამ მომზადება ორგანიზმის მომზადება ორსულობისათვის უნდა, რა თქმა უნდა, შეიძლება დავიწყეთ საუბარი, მე მგონი იმას უნდა დავუბრუნდეთ, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში მოემზადოს უნდა ორგანიზმი ამ ორსულობისათვის. ანუ მდგომარეობს ორგანიზმის მომზადება. აუცილებელი არის რომ ჯანსაღი ყვება, სპორტით დაკავება, ანუ ფიზიკური მომზადება. ყველანაირად. ანუ იმუნიტეტი ქვეითდება ორსულობის დროს, რა თქმა უნდა, ქვეითდება იმუნიტეტი და ალბათ უნდა მოერიდო კიდევაც გაციებას ამ პერიოდში. დიახ, რა თქმა უნდა, სასურველია რომ არ გაციდან, იმიტომ რომ თქვენ კარგად მოგეხსენებათ ერთ-ერთი პათოლოგია, როგორც არის ვირუსული ინფექცია, რომელიც შემოგვიტევს ხოლმე გარკვეულწილად იწვევს ამ პათოლოგიებს და შემთხვევებიც არის, რომ ნაყოფის გულისცემას კი გაუჩერება ისეთი ძლიერი ინფექციებიც ყოფილა, რომ ნაყოფის მოქმედია და გულისცემა გაუჩერებია ნაყოფის. ასე იგი ორსულობა იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და დაქვეითებული იმუნიტეტს ერევა ადვილად ყველაფერი გარეშე, ვთქვათ, ბაქტერიები და ვირუსები. ორსულობის დასაწყისში გეგმიურად უნდა დაიგეგმოს, უნდა ჩატარდეს ანალიზები, უნდა იყოს ფიზიკურად ძლიერი ქალი და გაუძლოს ამ ერთი ეტაპიდან მეორე ეტაპზე გადასვლას და ძალიან დიდი ძვრები მიმდინარეობს ორგანიზმში, როგორც ვიცით. დიახ, ეს არის ყველა ეს რაც პროცესი მიმდინარეობს, ეს არის ჰორმონალური ხასიათის. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს ჯერ ყვითელი სხეული, ანუ პროგესტერონული ჰორმონები გამოიყოფა, ჰორმონული გონადოტროპინი ჩაერთვება, მე პლაცენტარული ჰორმონები მოდის და მთელი რიგი პროცესები მიმდინარეობს ორგანიზმში. აი, ყვებას რაც შეეხება, ქალბატონ ლიკა, მოდით ურჩიოთ გოგონებს, აი როგორ იყვებონ, თქვა, თანამედროვე ახალგაზრდები ძირითადად უფრო აი მაგაზინებია, აი სწორედ ამაშია საქმე, რომ ჩვენ უფრო სწრაფი ყვების ობიექტები, თქვა, მით უმეტეს სტუდენტები, მით უმეტეს დაკავებულები თუ არიან. იწვევს თუ არა ეს პრობლემები შემდგომში? ეს ღამის საათებში Facebook-ში ეს წონაში იკლება ამ დიეტების საფუძველზე, რა თქმა უნდა, ორგანიზმი არის დასუსტებული და გარეთ ყვებაც ალბათ ხელი შეუძლია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გარკვეულწილად მოქმედებს ორგანიზმზე და ესეთი ორგანიზმი ვერ შეხვდება გამართული ორსულობისათვის, ჯობია რომ აი ეს მომზადების ეტაპები იყოს, რა თქმა უნდა. კი ბატონო, მოდით ერთხელ კიდევ გავიაროთ მომზადების ეტაპები და დავასრულოთ ჩვენი გადაცემა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გამოვიდა, ძალიან გთხოვთ აქტიურად გამოგიგზავნოთ თქვენი შეკითხვები და ქალბატონ ლიკა ამომწურო პასუხებს გაგცემთ თქვენთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე. ვითანამშრომლოთ და ალბათ ამით უფრო მეტად გავაძლიეროთ ერთმანეთის ჯანმრთელობას. გავიაროთ კიდევ ერთხელ ქალბატონ ლიკა, პირველი ესე იგი როდესაც გოგონა იწყებს სქესობრივ ცხოვრებას, ის უნდა იყოს მომზადებული ამისთვის. ანუ ანთებითი პროცესები, დაავადებები უნდა გამოირიცხოს. დიახ, ეს გოგონა ვერ ჩაიტარებს ამ კურნალობას, ამ ყველაფერს, მაგრამ აი ვინც უკვე მეორე ან მესამე დაფეხმძიმებაზე მიდის, რა თქმა უნდა, აღარ უნდა იყოს ეს უკვე სტიქიური ხასიათის, რა თქმა უნდა, ჯობია რომ წინასწარ ყველა კვლევები ჩაიტაროს. ამით თავიდან თავს დაიზღვევენ უშვილობისგან, თავს დაიზღვევენ გარე ორსულობისგან. ელემენტარულად, აი რაც ჩვენ ვილაპარაკეთ და თავს დავიზღვევთ იმისათვის, რომ არ მოხდეს აი ეს გართულებები, როგორც არის შეწყვეტილი ორსულობა, სისხლის დენები ორსულობის პერიოდში. ყველაზე ცუდი გართულება, კიდე საერთოდ ვერ დარჩეს ქალი. აბორტები, ადრევი გვიანი აბორტები, რაც აი ეს ძირითადად ეხლა დღეს მედიცინაში უკვე დამტკიცებული არის, რომ 99%-ში ეს არის ინფექციებით გამოწვეული.
ძირშილ შემთხვევაში. ანუ ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ინფექციებს, რომ ეს ყველაფერი გამოირიცხოს. ნაყოფთა განუვითარებლობა, ნაყოფთა სიმახინჯეები, ეს ყველაფერი რა გამოწვეულია ინფექციები. და ყველაზე საშიში ინფექცია, ყველაზე საშიში ვირუსული ინფექციები, რომლებიც დღესდღეობით გავრცელებულია, რა არის? რომ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს. ყველაზე გავრცელებული არის ჰერპეს ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, ქლამიდიოზი, ტოქსოპლაზმოზი მინდა ყველა აი ძალიან ისე ყურადღებით უთხრა ტოქსოპლაზმოზი, ეს არის ის ინფექციები, რომლებიც და რომელთა დადგენა ხდება მხოლოდ ლაბორატორიული კვლევებით. როგორ არის ეს ინფექციები ადამიანის ორგანიზმში ბუდობს და კიდევ ერთხელ აი მინდა მეუბნე რომ მზადყოფნა ანუ ორგანიზმის სიძლიერე ანუ გამწვავების პერიოდი იმუნიტეტის და დაქვეითებას ალბათ ემთხვევა მათი გააქტიურება. დიახ, აი მინდა გითხრათ რომ ეს ინფექციები ადამიანის ორგანიზმში არის, მაგრამ მას აქვს რემისიული პერიოდები და სწორედ სასურველია რომ ამ პერიოდში მოხდეს დაფუძნება. შეიძლება არის რომ გამწვავების პერიოდები აქვს და გამწვავების პერიოდებში რა თქმა უნდა სასურველი არ არის. და როგორ უნდა მიხდეს გოგონა რომ მას აქვს გამწვავების პერიოდი? ანალიზები ჩატარდება ჩვეულებრივად და ნახულობთ ის არის წავე ფორმა თუ ქრონიკული ფორმა ამ ვირუსული პათოლოგიების და რა თქმა უნდა აქედან გამომდინარე, მაგრამ მკურნალობა როგორც ასეთი ორსულობის პერიოდში არ ხდება. არ ხდება, ანუ აქედან გამომდინარე ჯობია და ორსულებამდე გოგონა მოაგვაროს ეს პრობლემები. ჯანსაღი ცხოვრება, ჯანსაღი ჯანმრთელობა არის ჯანსაღი მომავალი, ეს ტყუილი ლოზუნგი არ არის. რამდენ საინტერესო იყო ჩვენი გადაცემა, ჩვენ უკვე ამას გავაკეთეთ თქვენი შეკითხვების საშუალებით, ძალიან ვთქვი აქტიურად. დაგვისვით ჩვენი შეკითხვები, ჩვენ ვეცდებით ამოწურავად გიპასუხოთ თქვენი საინტერესო ყველა შეკითხვაზე. ქალბატონიკა, ძალიან დიდი მადლობა და ჩვენ ვეცდებით მომავალი გადაცემის თემა იყოს ძალიან საინტერესო თქვენთვის და მისაღები. დიახ, ეს მოპატიეთ დავამატებდი. ძალიან საინტერესოა, როგორი შეკითხვები იქნება. რა, ხო ჩვენ გვაინტერესებს რა პრობლემები აქვს ჩვენს გავამახვილოთ ყურადღება, რა უფრო მეტად აინტერესებთ აი ეს თემა ძალიან ფართია და ძალიან გინეკოლოგია, ორსულობა ძალიან დიდი თემაა. არის, ამიტომ სასურველი კონკრეტულად რა უფრო აინტერესებთ და რა პრობლემები აქვს გოგონებს დავკონკრეტდეთ და რაღაც გარკვეული მიმართულებით წავიდეთ. კარგად ჯანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.